აკაკი წერეთლის 170 წლის თავისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. გამარჯვებულები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დააჯილდოვა. კვირეული 25-დან 29 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა და მის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის თხზულებების და ვებ კონკურსი. დღესვე გაიმართა აკაკი წერეთლის სალამურის ზუსტი ასლის პრეზენტაცია წიგნი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით და განათლების სამინისტროს დაფინანსებით დაიბეჭდა. მეტმა ბავშვმა მიიღო წელს ამ კონკურსში მონაწილეობა და აკაკი წერეთლის შემოქმედება მთლიანად არის ჰიმნი ადამიანის თავისუფლების, ჰიმნი სიყვარულის სამშობლოს მიმართ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა გამოთქვეს ეს დიდი ინტერესი ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ამ კონკურსის შესახებ გავიგე სკოლის დირექტორმა გითხრა, გადაწყვიტე მიმეღო მონაწილეობა, რის შემდეგაც სკოლის ლაბორატორიაში შევედი, გადავაგზავნე ინტერნეტით და მივიღე სიმართლე რომ გითხრათ, გამარჯვებას არ ველოდი, მოულოდნელი იყო ჩემთვის და ძალიან გახარებული ვარ.